მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ზღვის უბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მადლობა მამა მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემის საუბრის თემა იქნება მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და კონკრეტულად უფრო დავკონკრეტდებით წინარე კვირებს რაც გავიარეთ ახლა მიმდინარე კვირეები რაც არის ფაქტობრივად ეს ბოლო 3 კვირა უძღებიშვილის კვირა საშინელი სამსჯავროს კვირა ასე ეწოდება სახარებებიდან გამომდინარე ბუნებრივია და მიტევების კვირა. ბოლო კვირა თუ მოასწარეთ ამაზე გადასვლა. თავის მხრივ მინდა აღვნიშნო რომ მარხვის მოსამზადებელი პერიოდი თვითონ დიდ მარხვის პერიოდიც კვირეები, საკითხავები და მოსამზადებელი პერიოდიც მნიშვნელოვანია მამებისაგან ისე არის აწყობილი დალაგებული ისე ზედმიწევნით სრულყოფილად რომ თუ ადამიანი გულისყურით მიყვება ამ თითოეულ კვირის საკითხავს და იაზრებს რა დააწესა ეკლესია მისთვის ნენელა ხვდება მისი დანიშნულება თვითონ ადამიანის დანიშნულება რისთვის შექმნა ის ღმერთმა რა არის მისი მიზანი სწავლობს კაცობრიობის ისტორიას ფაქტიურად სახარებისეული საკითხავებით სამოციქულოებით სწავლობს როგორ და რისთვის არის საჭირო მისთვის ეს მარხვა და ბოლოს კულმინაცია რა გააკეთა შემდეგ ღმერთმა მისთვის და ეს მთავრდება აღდგომის სახურებით, აღდგომის დღესასწაულით, რაც უკვე მისთვის თუ ამ ყოველ კვირას მოსამზადებელი პერიოდია დაწყებული, მე შემდეგ დიდ მარხვის პერიოდის კვირებს გულისყურით უგდებს ყურს ეკლესია რასასწავლის მას, სრულიად ნათელი ხდება მე რატომ ხდება ეს ყველაფერი და აღდგომა რა არის და რისთვის განკაცდა ღმერთი და სხვა და სხვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვირეების განმარტება. ისევე როგორც მთელი წლის ციკლის, რა თქმა უნდა, ლიტურგიკულად მთელი კაცობრიობის ისტორიას გვასწავლის ჩვენ ეკლესია და ბევრ რამეს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დიდ მარხვის პერიოდი და მისი მოსამზადებელი პერიოდი. პირველად დავიწყო საუბარი წინა გასული 2 კვირის წინანდელი კვირის შესახებ, ეს არის უძღებიშვილის კვირა, რომელიც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ რამეზე გვაფიქრებს, რომ ჩვენ ვართ ჩვენ, ხანდახან ჩვენ ვემსგავსებით უძღებ კვირას ჩვენ წოდებში ამ ყოფობის გამო, განმარტოთ რას გვასწავლის ამით სახარებას, რატომ არის დაწესებული ამ დღეს და შემდეგ გადავიდეთ უკვე საშინელი სამსჯავროს კვირის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ პირდაპირ ახლა ეს ადამიანმა დაიწყოს შვიდკვირიანი მარხვა და გაუცნობიერებლად და ესე მომზადებლად ვერ ახერხებს ამას ადამიანი. წინასწარი მომზადება ჭირდება ყველაფერს. ალბათ ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე რომ ესეთი რაღაცა მოუცლელები ვართ, ესეთი რაღაცა ვერ ჩამწტომნი, რაღაცა შინაგანი რაღაცა მდგომარეობისადმი. აქედან გამომდინარე დაახლოებით 1 თვით ადრე იწყებს ეკლესია ქრისტიანების მომზადებას დიდი მარხვის დასაწყებად და ისიც თქვათ რომ თვითონ მიზანი მარხვა არ არის, მიზანი არის ღმერთთან შერიგება, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მოდის უკვე მარხვაზე, როგორც საჭმელმა და უჟამოთ ჭამამ გამოგვაგდოს ამოთხიდან, რომელიც დაუმორჩილებლობასთან იყო შესაძლებელი, ასევე თქვარი მოკრძალებით, თავშეკავებით, მართალია ეს გასტრონომიული მარხვით იწყება, პირველი ასე თქვა თავშეკავებითი ღვაწლი, მაგრამ თანდათანობით მე ადამიანის ღვაწლზეც გადადის და ეკლესიას უნდა რომ ეს თანდათანობით ჩვენში სინანულის აღზრდით შეგვარიგოს ჩვენ ღმერთთან, ეკლესიის მისია და მიზანი ეს არის რომ ღმერთთან კონტაქტზე გაგვიყვანოს, გვამზადებს ყოველივესთვის და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ეს ეპიცენტრი მოსამზადებელ პერიოდში არის ნამდვილად უძღებიშვილის კვირა. ეს სახარება, რომელიც ლუკადან იკითხება, ლუკას სახარებიდან თვითონ ტექსტობრივადაც საკმაოდ ვრცელია და ძალიან მრავალმხრივი განმარტება შეიძლება ჩვენ მოვიხმოთ ამასთან დაკავშირებით. მამას ყავდა 2 ძე, ესე იწყება, ერთი ბუნებრივია უფროსი, ერთი უმცროსი. და იცით რომ ადამიანს რაც აქვს ღმერთიდან მიცემული ეს უდიდესი ღმერთის უდიდესი სიყვარული ჩანს ამ თავისუფალნების მიცემაში ეს უმცროსი შვილი მამას ეუბნება რომ მომეცი მე რაც ხდება ჩემი ქონება და წავალ მე ჩემს გზაზე და მამაც აქ თქმა უნდა მაშინვე აძლევს ყოველივეს, ღმერთმა ძალიან კარგად იცის რომ
ესე ძალმომრეობით ადამიანის ესე დაკავება თუნდაც რომ მასთან იყოს ხომ ეხა ამხელა სიყვარული არ ამხელა სიხარული როცა ღმერთთან ხარ მაგრამ ღმერთს არ უნდა ეს მამას არ უნდა რომ ასე ესე დაპროგრამებულა ჩვენ მასთან ვიყოთ მას უნდა რომ ჩვენ ნახოთ ის ზუდით ის ბოროტიც და ის კარგიც ის კეთილი ის ასე თქვათ ის ჯოჯოხეთიც გავიაროთ 64-ს ვიცოდეთ რა არის და ამის შემდგომ ჩვენი თავისუფალნებით ავირჩიოთ რა გვინდა ვისთან ყოფნა გვინდა ერთი არ ზღუდავს ჩვენ თავისუფალნებას სხვადასხვა ერთ-ერთი აი ეს გამოხატულება იმის რომ მამა განასახიერებს ღმერთს ამ ამიგავში სიმბოლური სახით აი საფრთხეთვისება რო ჩანს ღმერთის რომ ის არანაირად არ ზღუდავს თავის უმცროსი ძის მიუხედავად იმის რომ ადამიანი ცოდვას ირჩევს ჩვენ თავისუფლებას არნიშნავს ამის სიმბოლო არის და ეს აშკარად აჩვენებს კიდევ ერთი ეპიზოდი ეგ სახარებაში როდესაც ქრისტე გერგესეველებთან მეტის ხო ჩვენ ხო ვიცით რომ მამაზე და სულიწმინდა ერთნაირები არიან ერთადერთი განსხვავება მათ შორის რომ მამა უშობელია წეშობილია სულიწმინდა გამოვალს მამისაგან და როდესაც ქრისტე მიდის გერგესეველებთან იქ არღებულობენ მას ეუნებიან წადი ჩვენი საზღვრებიდან იქ არჩევანის წინაშე დაგნენ ეს ადგილობრივი მაცხოვრებლები ან ისე იგი რაღაცა ფინანსური სარგებელი უნდა ერჩიათ ან ადამიანი ან და ღმერთი იქვე და არ ერჩევენ ისინი ქრისტეს მის კურნებას მის სიყვარულს მის კაცმოყარეობას და ასე თქვათ ვერ იგუეს ხორების გადაჩეხვა იმ გენესარეთის ტბაში და ეუნებიან ქრისტეს რომ წადი ჩვენი საზღვრებიდან და იქ გვახსოვს ხომ ქრისტე როგორ იქცევა ჩდება ნავში და არანაირად არაფერს აღარ ეუნება იმ ადამიანებს არ გინდათ კარგად იყავით ჩდება ნავში და მიდის სხვა მხარეში საკადაგებლად და ესე არის რომ ძალიან ძვირფასი არის მოკლედ ეს თავისუფალინება ღმერთისთვის რაც ჩვენ მოგცა და ამას ძალიან უთხილდება უფალი და ამის გამოც არის ის ყველაფერი რაც მე მოდის იქ უცხებს შულსაც და თელს კაცობრიობას რაც დაემართა ძალიან ხშირად სვამენ ამ შეკითხვას ვინ შექმნა ეს სიბოროტე საიდან განჩნდა ეს სიბოროტე რომ არ ყოფილიყო თავისუფალინება სიბოროტე არ იარსებებდა ხომ ანგელოზებთან მიმართებაშიც ესე მოხდა ანგელოზებსაც აქვს თავისუფალინება და თავისუფალინებით განუდგნენ ღმერთს და იმთავითვე როგორც კი ზურგიში აქციეს ღმერთს გახდნენ უკვე ბოროტი ძალები და მე უკვე ეს ბოროტი ძალები ანუ საცემული ანგელოზი მონაწილეობას ღებულობს დიდი წვლილში აქვს ჩვენს შეცდენაში ჩვენი გამოუცდელობის და ბევრი რაღაც ფაქტორის კიდევ გათვალისწინებით. ანუ ესე იგი ბოროტება არის უფრო მეტად შეიძლება ითქვას არჩევანი ვიდრე ჩვენი ანუ თვით არსია ხო ღვთის მიერ ქმნილი არ არის რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ ძალიან კარგად აჩვენებს უძღებიშვილის მაგალითი აი შემდეგ როდესაც აირჩევს ის საკუთარ ნებაზე სიარულს თუმცა მისი ნება არ არის რა თქმა უნდა კეთილი და სახიერი და მამის სახლში ყოფნა ანუ ეკლესიაში ყოფნა და ამის გარეთ რა ემართება ძალიან მკაფიო მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის რომ რატო უნდა მოვიდეს ადამიანი ღმერთთან ამ შემთხვევაში აქ ამიგავშიც მიხედვითაც ეკლესიაში ანუ მამის წიაღში სახლში აქ ახლა კიდევ ისე ჩანს რომ ესე იგი თვითონ მამასთან პრობლემა არ აქვს. გამოუცდელობით, ერთგვარ გამოუცდელობით ემართება ეს გონია რომ ეს თავისუფლება მაქვს. ღმერთი გეუბნება რაც გინდა გააკეთე, არის გზა სიცოცხლისა, გზა წარწმენდისა. იქვე მაგალითებსაც გვიდებს რომ თუ ეს ეწახვალთ და იღუპებით, მაგრამ ალბათ ადამიანმა თვითონ უნდა გამოცადოს ეს ყველაფერი. აი იმ კეთილშიც და იმ ბოროტშიც ჩვენ გვახსოვს ხომ ეს მოციქულების ეპიზოდი თომა მოციქულს ხვები რო ეუნებოდნენ ჩვენ ვიხილებთ უფალი აღდგომით სანამ მე არ ვნახავ არ დავიჯერებ და იმ კარგთან მიმართებაშიც ესე არის და ზუსტთან მიმართებაში შენ თვითონ უნდა გახდე თვითმხილველი თვითმომსწრე და თვითონ უნდა განიცადო ის კეთილიც და ის ბოროტიც ალბათ ესე არის იმიტომ რომ რაცაც ჩვენ ვკითხულობთ და ვეცნობთ საკუთარ თავში რასაც ხედავთ ნამდვილად ესე არის და ესე იგი მამა აძლევს ნებართვაშულს რომ წავიდეს და თითოეული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკუსლა რაც ხდება უცხებიშვილის შემთხვევაში მიდის ის მამის წიაღიდან ესე იგი თვითონ მამასაც შორდება და მამის სასახლესაც ხომ ეს არის ესე იგი ეკლესია ხომ კონკრეტული ადგილია არის მდგომარეობაც ანუ 64 სასუფეველი არის მდგომარეობაც და ადგილიც და რაც უფრო ჩვენ შორდებით ღმერთს ესე იგი ორივეს შორდებით იმ მდგომარეობასაც და იმ ადგილსაც რეალურად მიწიერ ცხოვრებაში ახლა სასუფეველის ყველაზე ნათელი გამოხატულება არის მინდა ეკლესია და ღმერთთან დაშორება და ეკლესიასთან დაშორება ეს პირდაპირ პროპორციული ერთმანეთთან ეს ყველამ უნდა იცოდეს და ამას რა თქმა უნდა ყველა წმინდა მამა ამაზე საუბრობს და ალბათ თითოეული მოწმუნე დამეთანხმება ამაში რომ ახლოს ხარ ეკლესიასთან ახლოს ხარ ღმერთთან მისთვისაც ეკლესია დედა არ არის მისთვის ღმერთი მამა ვერ გახდება ხომ ეს ყველა მიცით ესწავლება
და ისე იგი როდესაც უკვე პიქს მიაღწია ურჩმა ვერ უძღებმა შვილმა ძალიან კარგად არის ეს შესატყვისი სახარებაში აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხორების საჭმელიც კი ენატრებოდა ნუ ამაზე ქვემორე ტერმინი ვეღარ ჩვენს ტერმინოლოგიურ გასაგებენაზე ვეღარ გამოთქვა სახარება წარმოგიდგენთ ადამიანის მდგომარეობა რომ ხორებს რო რაღაც საჭმელს აძლევენ ისიც რო არ აქვს და აი ამის შემდგომ უკვე გარკვეულ იქაც უფლის მადლი ეხმარება უძღებ შულს ნებისმიერ შემთხვევაში უფალი ჩვენთან არის არ გვტოვებს გააჩნია რა მდგომარეობაში ვართ და რა სამოქმედო ნაბიჯები უნდა გადავდგათ და მას გაახსენდება ის სიხარული ის შვება და ის მდგომარეობა რა მდგომარეობაში თუნდაც მონები იყვნენ იქ მათ ყველაფერი უნაკლულოდ ჰქონდათ სახსა მამისა ჩემისასა ყოველივე მონებსაც კი საკმარისად აქვს ყველაფერიო და აი ამ ყველაფრის შემდეგ იწყებს ის ფიქს როგორ შეურიგდეს მამას ხო მამას არა მაინც შერიგებაზე გადავალთ ანუ ეს სინანულის მომენტი ადამიანის ცხოვრებაში ძიმეცოდილი მდგომარეობიდან ღმერთთან დაბრუნების გზა არის აღწერილი სინანულით მიდის მამისკენ როგორ დახვდება მის მამა ფიქრობს ეს არის სინანულის განცდა ადამიანში მანამდე რამდენიმე დეტალი რაც გამახსენდა მე ძალიან მნიშვნელოვანი მინდა აღნიშნო მამისაგან დაშორების მომენტი ეს არის სიმბოლურად ადამიანის ღმერთისაგან დაშორების მომენტი თავის საქმეებით და ფიქრებით და ვნებებით და ცოდვებით ერთი მინდა აღნიშნო რომ ერთ-ერთი მამა გამარტებელი მიუთითებს თავის ჰომილიაში ქადაგებაში რომ შვილი რომელიც ითხოვს მამისაგან მომეცით ჩემი წილი დროზე ადრე და მიდის სახლიდან ეს სიმბოლურად განასახიერებს რომ მისთვის მამა თითქოს უკვე გარდაცვლილი ანუ ღმერთ არ უნდა რომ ღმერთი იყოს მის ცხოვრებაში ამაზე როცა ადამიანს არ უნდა რომ ღმერთი იყოს ან მის გულში ღმერთი არ ცოცხლობს და შესაბამისად ირჩევს იმას რასაც მისი გული კარნახობს ხო და არა საერთო ასევე კიდევ ერთი ფაქტორია აქ ძალიან ხშირად თვითონ ხორციელ ურთიერთობაშიც ხდება ესე ხომ ისე იგი მშობლის ქონება გინდა და მშობელი არ გინდა ხო ეს არის ხოლმე ხა კონფლიქტები ხა ხო ჩვენ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და დიდი შეხება გვაქვს ძალიან ბევრ ოჯახთან და ბევრ ადამიანთან და ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები რა და ღმერთთან მიმართებაშიც ესე ხდება რა ისე იგი შენ გინდა რომ ღმერთის ძალა ქონდეს ის სიყვარული ის მშვიდობა ყველაფერი ხო ბედნიერება სიმდიდრე მაგრამ პიროვნული ურთიერთობა არ გინდა ღმერთთან აი ეს ბოდიში გაგაწყვეტინეთ კარგი მაგალითი ახსენეთ ყოფითი ცხოვრებიდან აი მამა-შვილური ცვან დედა-დედაშვილი ანუ ესე იგი მშობელთან მიმართებაში ძალიან ხშირად ხდება ეკლესია მოძღვრები ამ პრობლემას და არა მარტო მოძღვრები ზოგადად საზოგადოება ხომ რომ მშობლის მოვლაც არ უნდა როცა ის ავად არის როცა ის ასაკშია და შემდეგ ქონებაზე შეიძლება დიდი დავა მოხდეს აი მაგას ხდება ხომ რომ არავის არ უნდა რამდენჯერ ყოფილა ესეთი ფაქტი ცოტა კომიკური ფაქტიც კი არის ალბათ ესე ცოტა ისე სხვა თვალით თუ შეხედავ რომ მაგალითად მისი დატოვებული ქონება გინდა მაგრამ მისი ნივთები საწაიღო არ იცი ხო რამე არ სახლში გავახო წავასადგასად იმაში იქ ჩავაყოლე ის მისცე და ანუ არა იმ თვალსაზრით რომ მოწყალება გავცე არამედ მოვიშორო ხო და მისი დატოვებული ამ გაგებით მისი დატოვებული ქონებაც ხო ყველანაირი და მაშინ ისიც გაეცი მაშინ ესე მარტივი თუ და ესეც ჩანს ფაქტორი რაღაც ადამიანური ფაქტორი ჩანს ღმერთთან დამოკიდებულებაც იგივეა მე შესაბამისად რა როგორც შევამთავროთ ძალიან ესეთი ახლოს არის მშობლის სიყვარული და ეს უანგარო სიყვარული დამოკიდებულება მშობლებთან ღმერთის სიყვარულთან ხო არის რომ შვილი გეუბნება ეს მინდა მაგრამ ერთად ყოფნა არ შეუძლია ხომ აი მოდი არ კონდეს ის პირობითად ის ტელეფონის ის არაფერი არ კონდეს და მოდი ცოტა ხანი ერთად ვილაპარაკოთ აბა რა მოხდა ეს ყველაზე დიდი რაც არის აი ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა ძალიან ხშირად ესე არის რომ ესე იგი მაგინდა შენ მშვიდობა მინდა არსობის პური მინდა ცოდვების მოტივება მინდა მაგრამ ღმერთს რომ ელაპარაკო ეს არის ლოცვითი კავშირი თუნდაც ეს ევქარისტიული კავშირი ღმერთთან აი ეს გვიჭირს ეს ჩვენი დაცემული ბუნებრივი პიროვნული კავშირი და ალბათ ძალიან რთული განსამარტია მე ის უკვე ზოგჯერ ადამიანი ძალიან ახლოს არის ღმერთთან მაგრამ განსაცდელებით სავსეა მისი ცხოვრება აი მაგალითად მოციქულთა ცხოვრება შეიძლება ავიღოთ ხო პავლე მოციქული თვითონ მაგალითია ამის ეს ახლა ცოტა რთული საკითხია ამას სხვა სულიერი ასე ვთქვათ განმარტება ჭირდება ამას და გამოცდილება ჭირდება უფრო სწორედ მხოლოდ განმარტება არ ყოფნის მაგრამ აი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამახსენდა რომ ჩვენ ღმერთთანაც იგივე დამოკიდებულება ხო ძირითადი მორწმუნე ადამიანებისაც კი მათ შორის თუ ის ძალიან არ დაუახლოვდა ღმერთთან რაღაც ეტაპზე ძირითადი ეკლესიური ცხოვრების მოტივით მიზანი არის ხოლმე ძირითადად სათხოვარი ხო რაღაცა ან კარგად გავხდეთ თუნდაც არა მატერიალურია შეიძლება მაგრამ თუნდაც სულიერი ხო აი ის მშვიდობა მქონდეს ეს ჯანმრთელობა ეს ანუ ეს შემდეგ და ერთ-ერთი თანამედროვე მოძღვარი წერს თავის ერთ-ერთ წიგნში ცნობილი წიგნი არის და ამბობს რომ აი ჩვენ ყველაფერი გქონდეს რასაც ლოცვებში ვითხოვთ ხოლმე აი ეს თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობა მშვიდობა წარმატება
რამდენი დავრჩებოდით ეკლესიურად, გულში რო ჩავიხედოთ, ანუ ეკლესიურიც ადამიანებშიც კი, ვინც წირვაზე დადის, ვინც ლოცულობს და ვინც მაზიერებელია. რამდენად ათვისნებერ შენ ღმერთთან ურთიერთობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ამის გარეშეც არ არის ღმერთის ლოცვები, სათხოვარიც არის, მაგრამ სადიდებელიც არის, სამადლობელიც არის. აი ეს შენი გულიდან რამდენად ამოდის, თუ მხოლოდ სიტყვებია. აი ამ ეტაპზე ეს ეხლა ცოტა გადაუხვიათ, მაგრამ კავშირში ეს ყველაფერი ღმერთთან დაშორებას. მინდა პარალელი გავალოთ კიდევ ამ უძღებიშვილის, როგორც ადამიანის თავისუფალი არჩევანის და დღეს რომ გონიათ, რომ მაგალითად თავისუფლება არის, რაც მინდა ის ვაკეთო და რაც უნდა და იმას ვაკეთებდა უძღებიშვილის, სადამდე მივიდა მისი მდგომარეობა. ხო ძალიან აი მანდ აი ბოლო ის იყო ხა იქ რომ ეხლა არ დაფიქრებულიყო უძღებიშვილი იქაც კიდევ ღმერთი რომ არ დახმარებოდა ის მამის მადლი ის ყველა ადამიანი ხო ღვთის ხატად და მსგავსად ვარ შექმნილები და რაც არ უნდა მოხდეს ეს ბოლომდე ვერ წარხოცავ ამას ადამიანში რაც არ უნდა არასწორი არჩევანი გააკეთოს და აი იქაც აი ბოლო ის ქონდა რა ასე თქვა გზაჯვარედი იმის იქეთ უკვე წარწმენდა იყო რა აი არის ხოლმე ისეთ რომ ადამიანის ისე კი ღმერთი შეაგონებს რომ მოინანიოს გამოასწოროს ცხოვრება და თუ ღმერთი ხედავს რომ ესე იგი ადამიანი უფრო ბოროტდება, უფრო დაღმასვლისკენ მიდის და უკვე წარმოუდგენელია ეს სინამდვილე ღმერთი უშვებს ადამიანის გაყვანასაც სამწუთის სოფლის ცხოვრებიდან რომ უფრო მეტი სიბოროტე არ ჩაიდინოს. ან ისეთ განსაცდელს როგორიც მოუვიდა მაგალითად უძღებშვილს, ხო, ბოლოს არაფერი აღარ დარჩა. არ მიუშვა უბრალოდ ღმერთმა კი არ მოუვლინა ეს განსაცდელი, თავისთავად აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. ხა ეს ყველა უნდა ვიცოდეთ რომ ერთადერთი სიყვარულის, სიცოცხლის, მეგობრობის, მშვიდობის, სწავლის კარგი ურთიერთობების, ჯანმრთელობის, იმდიდრის ყველაფრის წყარო არის ღმერთი და როგორც ახლა სიბნელი არ არსებობს, ხომ სადაც არ არის სინათლე, იქ არის სიბნელი და ღმერთს როგორც კი დაშორდები, მაშინ ვიწყება პრობლემები შენ ცხოვრებაში. განსაცდელები, მაგრამ ჩვენ, აი თქვენ თქვით მამაო განსაცდელზე, რომ წმინდანებსაც კი ჰქონდათ განსაცდელი, მაგრამ აი შენ რომ მიხედები შენ თავში. აი ძალიან ხშირად მოდიან ტაძარში და ამბობენ ესეთ რამეს, რომ აი მე დიდი ხანი არც მილოცი, არც აღსარება ჩამებარები, არც ზიარებულ ვარ და ძალიან დიდი რაღაცა ტკივილები მაქვს, შინაგან პრობლემები მაქვს, განსაცდელები, რაღაც ვერ ვარ კარგად რა. უეჭველია რომ ესე იგი ეს მათი მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ დიდი ადრე აკეთებდნენ იმას, პრაქტიკული ჩართულობა ქონდათ ქრისტიანულ ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში, ახლა აღარ აკეთებდნენ, მოაკლდათ მადლი. მაგრამ შენ თუ საერთოდ აი არ წხდები აი რაც არის ხომ ელემენტარული ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების წესი მინიმუმ კვირაში ერთხელ მიდი ზიარე ილოცე რაღაც კაცი მოწყალება გაიცი და ასე შემდეგ და მაინც განსაცდელია. ნუ ასეთ შემთხვევაში შენ ვერ ეთქვი იმის გამო რომ აი მე რაღაცას არ აკეთებ ყველაფერს მაგრამ მაინც განსაცდელია. ისე არ არის ეხლა რომ განსაცდელის გარეშე იყოს ჩვენი ცხოვრება. ახლა მართალმა იობმა არაფერი არ დააშავა. ახლა უცოდველი არავინ არ ვართ მაგრამ ის განსაცდელები, რომელიც მას დაემართა წოდების გამო არ ყოფილა, ან იგივე პავლე მოციქულთან მიმართებაშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, აი ყველაზე მეტად რასაც გავყავართ ჩვენ ღმერთთან კონტაქტს, ეს არის მადლობა ღმერთო ყველაფრისათვის. აქ ტკივა, განსაცდელი გაქვს, პრობლემა გაქვს, ხომ? დაივიწყე ყველაფერი ამ წუთის სოფლის გადმოსახედინა, საკმაოდ ალოგიკურია. ეხლა რატო უნდა უთხრა ღმერთს მადლობა, როცა ასე თქვათ ტრამვა მიიღე ცხოვრებაში ან რაღაც ზარალი განიცადე საყვარელი ადამიანი გარდაგეცვალა ღმერთს ყველაფერი მოგვარებული აქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ თავარი პრობლემა რაც იყო ხომ სიკვდილი და ეშმაკი ქრისტემ ორივე დაამარცხა ორივე დათრგუნა და აი ეს სახარებისეული ხა ჩვენ კი პერიოდულად გავდივართ ხოლმე ცოტა ვწდებით თემას მაგრამ თემობაში თემის გარშემო ისეთ დეტალებია ბევრი დეტალია კიდე რაღაც ისე მარტო ტექსტის გარშემო ტექსტ ვერ გავყვებით ხომ რაღაც და თან ხა ისე ასე ვთქვათ წარიმართა საუბარი რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ გამოცდილებით ცხოვრების თემებს უკავშირდებით ჩვენ ვიდრე კონკრეტულად იმ თითოეული მუხლის კომენტარს ახლა თქვი რადგან განსაცდელები ახსენეთ დიდი წმინდანების, დიდი ადამიანების ესე ძალიან რთული განსაცდელები რომელიც ბუნებრივი იყო რომ ცოდვის შედეგი არ იყო. აი ერთ-ერთი მაგალითი გამახსენდა ძველი აღთქმის ადამიანი ელია წინასწარმეტყველის მაგალითი. ჩანს რომ მას სულიერადაც ძალიან უჭირს და ადამიანური თვალსაზრისით რაღაცა მომენტები არის როცა ძალიან უჭირს მას და ღმერთი აძლიერებს რა თქმა უნდა. მაგრამ აი ამ განსაცდელებს რაც მას ემართება ეხლა ახალ აღთქმაში ესე ტერმინოლოგიურად ესე გამოითქმის რომ ნებაყოფლობითი ანუ თვითონ ინება ადამიანმა ამ გზაზე დადგომა, ის აცნობიერებს, რომ ღვთის გზაზე შედგომას თავის ბევრი განსაცდელები უკავშირდება. აი მაგალითად ელიას შემთხვევაში რა იყო? სამეფო მხრიდან ბრძოლა იყო, ხალხის მხრიდანაც სიძულვილი.
ეკლესიის მხრიდან ძველი აღთქმის ეკლესიიდან ყველგან მეუღებლობა და ეს ადამიანური ძალიან რთული არის და ორდავჭიო ფაქტიურად ასე. და როცა იცი რომ სიმართლეს ემსახურები, ამიტომ ეს ძალიან რთული და ეს ადამიანურ სისუსტეს გამოხატავს, მაგრამ ეს ცოდვა არ არის. ეს არის ადამიანის ქრისტეს გამოხატავს ხოლმე თავის ადამიანურ ბუნებას ხშირ შემთხვევაში მაგალითია ჩვენთვის გამაძლიერებელი. ერთი მინდა აი რადგან დაუბრუნდეთ ესე უძღებიშვილის, რომელიც მას უარი თქვა ღმერთზე, თავისი ესე იგი თავისუფალნებით იძირება და იძირება ცოდვებში. აი უკიდურესი მდგომარეობა ის რომ იტანჯება თავის სიმშილით, აი როგორც განმარტავენ მამები სიმბოლურად სულიერ სიმშილზეც მიანიშნებს, ანუ ადამიანი რაც უფრო ღრმად ჩადის ცოდვებში, აქ მატერიალურ გაჭირვებაზე არა, მხოლოდ მისი სული დროთაგან ვეღარ ივსება. რაღაც ერთ ცოდას მეორე მოხსება. ერთ-ერთი ტერმინი, აი უძღები ხო არის ძველი ქართული სიტყვა, ძალიან ისე ნათლად გამოხატავს ცოდვის მდგომარეობას, ვერ ძღები ცოდვით და მაგრამ სულიერ მწუხარებას განიცდი მე ცოდვის შემდეგ ადამიანი. იმიტომ რომ ადამიანი ბუნებრივად ღმერთისკენ უნდა მიილტოდეს და იტანჯება მისი სული, თავიდან ვერაცნობიერებს. და მეორე ამის სინონიმი არის ძველი ქართული სიტყვა არის აღურსებელი. ძალიან საინტერესო სინონიმი არის. რო არ ივსება, ანუ ცოდვას ახასიათებს ეს ჯაჭვური სახე, ერთ ცოდვას მეორე მოყვება, მე ეს ვეღარ კმაყოფილდება ადამიანი ამ ცოდვით, მე მესამე და აი ეს უძღებიშვილის მდგომარეობა ამას გამოხატავს, რომ ბოლოს რო ვეღარაფრით ვეღარ დავთხოვს ღორების შეჭმას ნატრობს, მე გაახსენდა რა კარგად ყოფილა, ანუ მე იტანჯება ადამიანი ღმერთის გარო შორს არის შინაგანი განცდა. აი, როგორც ამოს წინასწარმეტყველი ბრძანებს, ყველაზე დიდი განსაცდელი სწორედ ეს არის, ჩვენ განსაცდელებზეც ვისაუბრეთ ნაწილობრივ და ყველაზე დიდი განსაცდელი არის ღვთის სიტყვის შიმშილი, ღვთის მადლის შიმშილი, რომ ეს არის ჩვენთვის საარსებო რა, ანუ ეს თუ გვაქვს, კარგად ვართ, ეს თუ არ გვაქვს, ესე იგი უკვე კარგავთ ჩვენს ადამიანობას და ასე სხვაგან მივდივართ და უკვე უბედურები ხვდებით და რა თქმა უნდა, მოდი ესე ვთქვათ, რომ უძღებება, ეს გაუმაძღრობა, აღუსებლობა, ეს ნიჭი არის. კეთილი ნიჭია ღმერთმა ჩადო ადამიანში, ოღონდ ეს უნდა იყოს სულიერების მიმართ. როგორც ახლა მაგალითად სიმდიდრისადმი ლტოლვა, ხო? ღმერთმა ჩადო ჩვენში, რომ ჩვენ სულიერი სიმდიდრისადმი გქონდეს ლტოლვა, იგივე ეს ნაკროვანება, ეს ყველაფერი რაც ცოდვები არის და ჩვენში, ხო? კეთილი ჩადო ღმერთმა და ჩვენ გადავაგვარეთ. იგივე ეს შურის მომენტი, ხო? შენ უნდა შეგშურდეს იმ წმინდანების, ღმერთის უნდა შეგშურდეს, მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ყველა უყვარს. და მოდი შენც დაიწყე ცხოვრება ყველას სიყვარულით და ამითი მიბაძავ შენ ღმერთს. ყველა ის მრისხანებაც უნდაც, ხო? მრისხანება ღმერთმა მის ადამიანს იმისთვის, რომ ბოროტის ნებაზე გაიმარჯოს და ბოროტს განურისხნეს და საკუთარ თავში მუცლურებას, იზარმაცეს, ასე შემდეგ, ცოტა მკაცრად წინ აღუდგეს და არ დამარცხდეს საკუთარ თავთან ჭიდილში. და ჩვენ სამწუხაროდ უბრალოდ ხშირად სუდად ვიყენებთ ამ ყოველივეს ეს მრისხანება ადამიანებთან მიმართებაში გამოვიყენეთ და ეს ნიჭები უკვე ხორციელებაში და უძღებიშვილის შემთხვევა სწორედ ეს იყო, ხო? მას ჰქონდა ეს ნიჭი უძღებებით ყოფილიყო აი საღვთო მალხში და მეტი მიიღო, ჩვენ 64-შიც კი გავიზრდებით, ისეთი არსებებად მარადიულად მიახლება გამხტობადნი ვართ. და როცა სულიერი მოაქვს და გადავიდა ხორციელში და იქ უკვე ამან დაარტყა, ანუ შინა ყველანაირ მთლიან ადამიანურ არსებას და უკვე ფორმას ეძებს, რა ფორმით უნდა მივიდეს ის ღმერთთან. ეს ძალიან ხშირი ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანს ისე კი საკუთარ თავში უკვე ჩამოყალიბებული აქვს, რომ აი მე მივალ და ამას გავაკეთებ, მაგრამ ამას ვერ აკეთებს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწევლება ეს. აი ხშირად ყოფილა რომ ადამიანი მოვიდა ტაძარში და მითხრა რომ აი რამდენი წელი მინდოდა ეს გამეკეთებინა. ის კი არის ელემენტარული სახლის კურთხევაზეც რომ მივდივართ, 1-5 წელი მინდოდა სახლის რაღაცა რაში ჭირდება ახლა ამ ხელა დრო თქვათ, თუნდაც იმ ელემენტარულ სახლის კურთხევას, ხო? მიხვალ მოძღვართან, შეუთანხმდები, შეიძლება დღესთან და ხვალ მოვიდეს, თქვათ, დღეს არ ეცალოს ან რაღაცა საღამოს 7 საათზე არ ეცალოს, 9 საათზე მოვიდეს და ასე შემდეგ და ყველავანში შესრულდება ის, რაც შენ გინდა და რაც საჭიროა და რაც სტუმანდომებით გინდა რომ შესრულდეს და აი აქ დროითი ინტერვალი არ ჩანს ამ უძღებიშვილის იგავში. ის განიზრახავს რომ მამას შეურიგდეს, წავალ ჩემს მამასთან, ვეტყვი რომ შეგწოდე, მამა უწოდეთ, სად მიმართა წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდება ძეთ შენ და ძალიან დიდ თავმდაბლობაშიც ვარდება აქ უძღებიშვილი. ალბათ ერთ-ერთი რატომაც უშვებს ღმერთი ჩვენ სოდვაში ჩაგდებას არის ის რომ ჩვენ ამ პარტავნება ჩამოგვეფერთ ხოლმე თავმდაბლობა შევიმოსოთ. ეხლა მამასთან ხარ კარგია,
მაგრამ თავდაბლობა უნდა ქონდეს. აი მეორე შვილის იმაში ჩვენ მე გადავალთ ისაც საინტერესოა ჩვენში ხან ერთი შვილია, ხან მეორე შვილია და მეტნაკლებად ორივე არის და ძალიან ამის დანახვა ეკლესიის მხრიდან, იმიტომ იკითხება რომ ჩვენ ამაზე დავფიქრდეთ პირველ რიგში. რა თქმა უნდა სიმბოლურად ეს უძღები შვილი და უფროსი შვილი სიმბოლურად ხალხსაც განასახიერებს, მაგალითად წარმართებს უმცროსი და მე ქრისტეს ეკლესიაში მოდიან ამ ცოდილობიდან და უფროსი თითქოს ძველი აღთქმის ეკლესიაში ჭეშმარიტებაში მყოფში ან მამის სახლში, მაგრამ იმას ვერ იღებს რომ უცროსი მოდი იქ იწყება უკვე შური, ამიტომ ისინი განასახიერებენ ფარისეულებს. ხონდათ პრობლემა ისრაელიანებს. და ხო, ეს მიუღებლობა რომ რატომ მიიღო და აქ კიდე ერთი დეტალზე მინდოდა გამიხველება ყურადღებას სარამ შემდეგ ეტაპზე, ანუ სინანულზე გადავალთ საბოლოო ჯამში. ერთი არის ესეთი საინტერესო რამ თავისუფლება. ამ კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ. დღევანდელობასთან ძალიან დიდი პარალელი გავლება შეიძლება და იმიტომ აი თეოფილაქტე ბულგარელი წერს აი ამ მუხთან, აი სახარებასთან დაკავშირებით, რომ უცროსი, ესე იგი უძღები შვილი დაემონა იმას, რაც უნდა ემართა თავად თავისუფლებით. ესე იგი, ადამიანი თავისუფალი მაშინ არის, როცა თავის ვნებებს, თავის უკეთურ აზრებს მართავს და შეუძლია წარმართოს ის ღვთისაკენსათნოთ, ანუ ღვთის გზაზე იაროს. თუ ამის მართვა არ შეუძლია და ემონება თავის სურვილებს და რაც უნდა იმას აკეთებს. ხო, მაშინ ამ შემთხვევაში ის არის მონა უკვე სურვილების. ანუ აქ ყველაზე ნათლად ჩანს, რომ უმცროსი ძე თავისუფლების мотивაციით თითქოს ის მიდის, რომ რაც უნდა ისაკეთოს, როგორც ადამიანს განასახიერებს, რაც უნდა როცა იმას აკეთებს ადამიანი თავის ცოდვებს აღასრულებს, გონება აქვს მით უმეტეს ხარჯავს ამაში და რა აღმოჩნდა, რომ მონა არის ეგ თავის სურვილების იმდენად, რომ ბოლოს სანატრი გაუხდა ის ყოფა რაშიც ანუ რეალურად თავისუფლების თავარი ნიშანი ეს არის შენი პიროვნება რამდენად იმარჯვებს შენ ნებებზე და ეს ძალიან ნათლად ჩანს როცა მიყვები შენ ნებებს არასდროს უკეთურ რა მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანს აი ბოროტი ერთგვარ ნიღაბად იკეთებს ამას რომ აი შენ თავისუფალი ნება გაქვს და ნენელა მიყავ ხარ იქ სახარებაში რომ თანდათანობით ჩავარდა უძღებიშვილი ამ მდგომარეობაში ხომ იწყო მან მოკლებად ხომ ეს პირდაპირ ხომ არა ხა უცებ გადადგინა ბიჭი და ორმოში ვარდები ის მაინც მიყვება ეს სინათლე ეს მადლი თანდათანობით და მე აღმოჩნდა ეს მდგომარეობაში აი როგორც უფალი ამბობს სახარებაში რომ ვინცო ცოდვასო ჩაიდენსო ის ცოდვის მონა არისო და მონაო ვერ დაიმკვიდრებს ასუფეულსო მაგრამ თუ ძე გაგათავისუფლებთ თქვენო მაშინ თავისუფლები იქნებით და ცხონებადნი იქნებით აი იოანეს სახარებაში როგორც ამბობს უფალი და ერთადერთი ვინცაც შეუძლია მე ჩვენი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა არის რა თქმა უნდა ეკლესია რომელიც გვით რომ გვარიგებს ჩვენ მამასთან და დაუბრუნდეთ ისე სახარებას მოკლედ უძღებიშვილი იწყებს ნაბიჯების გადადგმას მამასთან შესაძლებლობას მას უკვე ასე ვთქვათ საკუთარ თავში გაცნობიერებული აქვს ყველაფერი რომ ისეთ მდგომარეობაშია რომ ის აღარ თulis საკუთარ თავს იმის ღირსად რომ უკვე შვილად იწოდებოდეს ის თანახმა რომ თუნდაც მონა იყოს რომ ისე ოღონდ მის მამის საკუთრებაში მყოფს ნიშნავს ხომ და აი როგორც კი იწყებს ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა ეს არის უკვე აი რომ გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი უკვე ისე ჯერ დაღმასვლა და მე ისევ აღმასვლა, ხო? ძალიან დიდი ღვაწლი არის უკვე მე მამასთან დაბრუნება. ეხა იქ აჩერება უფრო რთული იყო. აი ჩვენ ვამბობთ იმას რომ ისე კი ჩვენ ყველამ ვისაც გვინდა სათა სასופველში შესვლა და ამ მდგომარეობის განცდა ამ წუთის სოფელშივე ესე იგი უნდა ვიაროთ გოლგოთის გზაზე. და ძალიან ხშირად გვეშინია ხოლმე, როდესაც გვესმის ეს, რომ აი ჯვარცმა, ქრისტესთან ერთად ჯვარცმა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აი როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ესე იგი თუ კეთილს გავაკეთებთო, გვექნება აი განსაცდელები, რაღაცა საკუთარ თავთან ჭიდილი და არ არის მარტივი, ხომ კეთილი გახდე და ღვთისმიერი გახდე. მთელი გზა უნდა გაიარო, საკუთარი თავის უარყოფის გზა. მაგრამ თუ ჩვენ ბოროტის ნებას ავყვებით და ჩვენს დაცემულ ბუნებას ავყვებით და დავემორჩილებით და ღმერთს განვიშორებით, მოკლედ რომ ვთქვათ, უღმერთო ცხოვრება უფრო რთულია. ახლა უღმერთო ცხოვრება და უფრო მეტი ტკივილი და უფრო მეტი დეპრესია სულში, გულში და მთელ შენს არსებაში, მაგრამ თუ ცხოვრობ ღვთისმიერად, ყოველდღიურ აღმოთმინებაში ხარ, მაგრამ თანდათანობით შენში მატულობს ამოთხის და აღდგომის სიხარული, ხომ? აი სწორედ ეს დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი ის არის, რომ ჩვენ აი ყოველდღიურად გადავდგათ ნაბიჯები ღმერთთან ურთიერთობისკენ, ღმერთთან შესარიგებლად და ეს გვერგვინდება მე ქრისტეს აღდგომის დღესასწაულით, რომ შენ უკვე შენ თავში გარკვეული სულიერი ფერისვალება უნდა კონდეს მოხდენილი, რა თქმა უნდა ღმერთის დახმარებით აღდგომის დღესასწაულზე, რომ მე გაბწყინდე, რომ მამასთან ჩაეხუტო, მამა გამოვიდეს და შენ გულში ჩაგეხუტოს, რომ აი ეს გზა უნდა გავიაროთ, როცა ღმერთი არ გინდა
შენ პრობლემა უკვე ძალიან დიდი ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის ადამიანის ცხოვრებაში. დიახ, რა თქმა უნდა და ერთი მნიშვნელოვანი ის მომენტიც, აი სინანულის მომენტი. ჩვენ თავზე რო გადმოვიტანოთ. რო ჭეშმარიტი სინანული აქ უძღებიშვილის მაგალითი ჩვენთვის მაგალითია სინანულშიც. როდესაც ის გზაში ის ფიქრობს, რომ ღირსი არ ვარ ვიწოდებოდე და მიმიღებს კი ამას ფიქრობს. ანუ და სრულიად შორიდან მეუბნება მამას, მამაც შორიდან ეგებება. ასეთ საინტერესო მომენტია. მაგრამ მაინც მიდის ხო? მაინც წმენა უნდა. რა თქმა უნდა, წმენა უნდა ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ეს გზა, რასაც გადის უძღებიშვილი, ანუ ჩვენ რო სინანული გვეწყება გულში და ვნანობთ ჩვენ ცოდებს, ამ შემთხვევაში ღვთისმადლი მოქმედებს ადამიანში და ღვთისმადლი გეხმარება. ამ უძღებიშვილსაც ღმერთი ეხმარება, რომ იქამდე მივიდეს. მეორე მხრივ ეს მამაც სახია ღმერთის, რომ მონანულ ადამიანს როგორ სარამ ადამიანი დაასრულებს, ან მანამდე ეგებება და არ ესეც რომ მადლი უკვე იწყებს მოქმედებას ეს გზაში. აი როცა ადამიანი ნანობს მაგალითად რაღაცას, სარამ ახსარება სიტყვის, სარამ მანამდეც კი იწყება უკვე ღვთისმადლით, ანუ ცოდვების მოტივება იწყება მაშინ ადამიანში და თან გამოსწორება, ანუ მეტანოი ხოცვლილებას ცვლილება იწყება ადამიანში და ჭეშმარიტი სინანული ეს არის. და მეორე მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსი არ ვარ, რომ ვიწოდებოდე შენ ძეთ და ცის და შენ წინაშე ვწოდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სრულიად იმდაბლებს თავს, აი როცა ჭეშმარიტი სინანულია, ადამიანი არ ეძებს თავის გამართლებას, თავის ცოდები მე ამიტომ ჩავიდინე, იმიტომ არ არსებობს ალბათ ცოდვას ადამიანი ჩადიოდეს, რომელსაც რაღაცა წინაპირობა, მიზეზები არ ქონდეს, იქ გარემოდან, აღზრდიდან, სხვადასხვა ყველას აქვს, მაგრამ ჭეშმარიტი სინანული მაშინაა, როცა თავს არ იმართლებ, აი ძალიან ხშირად ახლა მოძღვარი ხარ და ხშირად გექნებოდა მსგავსი შემთხვევები, ხე ჩვენ თავშიც ხშირად დაგვინახავს ალბათ, რომ ადამიანი ძირითადად ცდილობს ახსარების დროს უფრო მეტად თავის მართლება უფრო გამოდის ვიდრე ახსარება. რომ აი ესეთი მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იმიტომ და იმიტომ ბოლოს გადადის უკვე ან მაგაზე ვარიც არის, ერთო სხვა რაღაცას ყვება ადამიანი უბრალოდ. დიახ, ეს არის უკვე პრობლემებზე საუბარი უკვე და არა სინანული ჭეშმარიტი აქედან. ალბათ ეს ყოველდღე შეიძლება ჩვენში მოხდეს ეს უძღებიშვილის და დატრიალდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ეხლა ცოტა ხანგრძლივი მოქცევის და შერიგების ღვთისმსახურების და რაღაც ესე იგი ამ დიდი მარხვის პერიოდის ჟამი და ეს ერთგვარი ადაპტირება არის ეს 40 დღე წმინდა 40 ქვია ხომ აი ამ მარხვას 40 დღე შეიძლება ადამიანს რომ სხვა ცხოვრების სტილზე გადაიწყოს ეს თვითონ ადამიანის ბუნება ესე არის შედგენილი მაგრამ ყოველდღე ჩვენ ძალიან ცვალებადნი ვართ ადამიანები, აი ღვთის დაბადებულთა შორის ყველაზე ცვალებადნი ვართ ჩვენ ადამიანები, ხომ? ერთ დღეში შეიძლება ანგელოზი იყო, დილით შეიძლება ანგელოზი იყო, საღამოს შეიძლება საპირისპირო ძალის მატარებელი ან პირიქით. და აი ძალიან ხშირად აი თანამედროვე ცხოვრებაშიც ადამიანს უნდა რომ ისე კი რაღაც გამოასწოროს ცხოვრება, წამს რომ ღმერთი არსებობს, იცის რომ სინანულს დიდი ძალა აქვს, მაგრამ ეჭვი ეპარება ღვთის კაცმოყარეობაში. ღმერთი მომიტევებს, მე კი ამ ხელოსოდვებს და აი ეს ესე იგი უკიდურესი ესე იგი მაგალითები, რაც მოცემული გვაქვს ჩვენ სახარებაში და ლუკას სახარება ამით ნამდვილად გამორჩეულია, იმიტომ რომ აი ბოლოში წერია რომ პირველი ავაზაკი, რომელმაც მოინანია თავისი ცოდვები და სურვილი გამოთქვა ქრისტესთან ერთად ცხოვრების, პირველი შედის ის 60-ში, რითაც გვიჩვენებს ჩვენ მაცხოვარი იესო ქრისტე და წმინდა ეკლესია, რომ არ არსებობს სოდვა, რომელიც აღემატება ღვთის კაცმოყარეობას. ერთი წამითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ღმერთი გვაპატიებს, აუცილებლად გვაპატიებს. არ არის კაცი, რომელიც ხონდეს და არა სოდოს და ძალიან ხშირად ეკლესიის ისტორიაში ეს დიდი წმინდანები პირველი ასე ვთქვათ ძველი ცხოვრება იყო საკმაოდ მძიმე ცოდვებით ახსავს თუნდაც აი მარიამ ეგვიპტელის რომ ის უკვე ხსენებას დიდი მარხვის მეხუთე კვირას იქნება და ამაში არ უნდა შეურგულდეთ თორემ ეს შეანელებს ჩვენს ასე ვთქვათ შერიგებას ღმერთთან რაც უფრო მეტად გვჯერავს რომ ღმერთი გვაპატიებს და ღმერთი გულში ჩაგვიკრავს ხომ აი სწორედ ეს არის ხომ ეს უცხებიშვილის ახარება მით მეტად ახლოს მივალთ ჩვენ ღმერთთან და იგივე ეს ზიარების მომენტიც ხომ ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ რომ ღირსი არ ვართ ღირსი ნამდვილად და ეს კარგია რომ ამას ვამბობთ იმიტომ რომ მართლა არ ვართ ღირსი და სამწუხარო რეალობა ეს არის მაგრამ ასევე რეალობა ის არის რომ ღმერთის გარეშე ვერავინ ვერ გადავრჩებით და ღირსი რომ არ ვარ და არ ვეზიარები რაც უფრო დრო გადის უფრო უკან მივდივარ ხომ და მე თუ ვიტყვი რომ მე ღირსი არ ვარ მაგრამ ღმერთი გამომასწორებს თითოეული ზიარების და ღვთისმსახურების შემდეგ მე უკეთესი ხდები და უფრო უახლოვდები მამასაც და თქმა უნდა იმ სასახლესაც ხომ
ესე იგი რა კარგია რომ ესე იგი мама გამოეგება ჯერ უძღებშულს და სასახლე უკან რჩება. აი ესეც არის ჩვენი ცნობიერების ასე თქვათ გამოსასწორებელი რომ პირველ რიგში 64 კი არ უნდა გვინდოდეს სასუფეველი. ჯერ არის ღმერთი, мама, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი, мама ღმერთი უნდა გიყვარდეს, ღმერთი უნდა გიყვარდეს, სულიწმინდა ღმერთი უნდა გიყვარდეს და მე აქედან გამომდინარე არის უკვე ის სასახლე, ის სასუფეველი, სადაც შენ უკვე კომფორტულად ხარ და ნეტარებაში ხარ, ბედნიერებაში ხარ, არ არის იქ არც ჭირი, არც მწუხარება, არც ურვა, არც ულქმა, არამედ სიხარულით ცხოვრება დაუსრულებელი. სიტყვა რო ძალიან გაგვიგრძელდეს, ვფიქრობ, აი უფროსი ძის მაგალითიც საინტერესოა, როდესაც კითხულობს, რომ დაბრუნდა უმცროსი ძე და რას უფრა, რა ხმაურია სახლში და გებულობს, რომ აღნიშნავენ მის დაბრუნებას და მამა შემოსა პატივით და ეს პატივით შემოსვაც ეკლესიაში შემოსვლას და მადლით ახსებას გულისხმობს და ნათლისგებას და კიდე სხვადასხვა მნიშვნელობები აქვს მას სხვადასხვა. სვარაკი ჭამებული ხომ ეს ზიარების და თითქოს წყენით ამბობს, რომ მე ერთხელაც არ მომეცით სიკანი, რათა ჩემ მეგობრებთან და მე კი აღმენიშნა, ასე თქვა. და დრომეტარებინა ეს ამბობს, ხო, მეგობრებთან მომელხინა და უმცროსი ძე, რომელიც სრულ მოწინააღმდეგე იყო ჩვენ შენინების და შენ სახლში არ იყო და ასეთ უკიდურეს ცოდვებში იყო, მას სუფრა გაუშალა. ეს მდგომარეობაც არის, რომ ხანდახან აშკარად გამოხატული ცოდვიანობა ადამიანს არ აქვს, თითქოს ეკლესიურია, თითქოს მამის წიაღშია, მაგრამ მასში ძალიან ბევრი შინაგანი ვნებებია, რომელიც გარედან არ ჩანს. რომელიც უფრო დიდი პრობლემაა, როგორც ჩანს, ვიდრე ეს ესე იგი გარეგნული ცოდვები ზოგჯერ. გარეგნული ცოდვები და აი ეს ესე იგი არის პრობლემა უსიყვარულობის. ძალიან ხშირად აი პარალელი რო გავავლოთ ჩვენს ყოფასთან მოდიან ესეთი ადამიანები ტაძარში, რომელთაც გამოკვეთილი გარეგანი ყველანაირი რაღაც ცოდვები შეიძლება ქონდეთ. სიგლახაკე, რაღაც უპირები იყვნენ, ზუსტად მიუღებლები იყვნენ საზოგადოებისთვის, არ იცოდნენ ის ლიტურგიკული წესები, ვერ აღიქვამდნენ ლიტურგიკულ სივრცეს და მოდის ხომ, რაღაცნაირად მოდის ის ღმერთთან მოდის ტაძარში ხომ, როცა ის ტაძარში მიდის, როცა ადამიანი რაღაცა საფრთხო გზას ირჩევს, ის კეთილშობილდება და შანსი ეძლევა რომ უკვე ამ სიმაღლეზე ცხოვრება გააგრძელოს და ვისაც გონია რომ უფალთან ვართ, მამასთან ვართ, ეკლესიაში ვართ, არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ასნად ვერ ვეგუებით ამას რა და ეს სიყვარული არის აუცილებელი, როგორც ბრძანებს წმინდა პეტრე მოციქული, ღვთისმსახურების მიზანი არის სიყვარული. ხომ რატო ვაკეთებთ ამ ქმედებებს, რომ აი ეს მოვედით აყვანვისეთ, მეტანიებს ვაკეთებთ, იქ ეფრემასურის ლოცვები იქნება, პირველ შეწირული ზიარება, სახარებები, ფსალმუნები და ზოგადად მარხვა და ყველაფერი და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ სიყვარულში გავძლიერდეთ და თუ შენ აი ეს როგორც აქვს სიყვარული მამა, შენ ისეთი სიყვარულით არ აღივსები რაღაც დონეზე, მაშინ შენ მამასთან ყოფნა გაგეჭირდება, იმიტომ რომ პროტესტი გაგიჩნდება მამასთან. მე რომ შენთან ვარ და მთელი ცხოვრება გმონდა, ეს რატომ არის შენთან, რომელმაც ესე მარტივად გადაწყვიტა შენთან შეერიგება და დაბრუნება. აი კიდევ სახარების სხვა იგავში არის ხო? მე-11 ჟამის მუშაკი ვინც იყო ბოლოში, ვინც ცოტათი მუშავა, იმანაც იგივე სასკი. დაკარგული ცხვარის იგავე. გამოვიდა ისე და ყველას ერთ იგივე სასკდელი მისცა და აი ესეთი კეთილი, ესეთი სახიერია ღმერთი, მას უნდა რომ ყველა მასთან ყავდეს. გასაგებია რომ შენ ეს ხარ მამასთან, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რა, ჩვენი თავი არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ მამის უღალატო შვილები ვართ, თორემ ყოველთვის ეს ამპარტავნება დაგვაბყოლებს. მამების ლოცვაში არის მამა ბოდიში და აქაც ვიტყვი რომ ჩვენ ვართ მე-11 ჟამისთან მოსვლო, ჩვენ უძღების შვილი ვართ და შენთან მოსვლა გვინდა მამაო და აი ეს ესე იგი ფიგურა მოდეს ეს უნდა იყოს მიუღებელი ჩვენ მამასთან უნდა ვიყოთ, მაგრამ აი ეს რომ მე ერთი თიკანი რატო არ მომეცი, ეს პროტესტული დამოკიდებულება მამასთან არასდროს არ უნდა გქონდეს და რა ვიცი, მე რო ვიხედები ჩემ თავში, ხომ, რაც უფრო მეტად უმზერ თუ რაც ერთი რაღაცა წვეთიც რომ შემეხოს ღვთის მადლს, ხედავ რომ ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი და ჯერ უძღების შვილი კი არა, იმის იქეთა ვარ კიდე და საერთოდ სადა ვარ. და როგორც კი ამას იტყვი რომ მე მამასთან ვარ და მე უკვე მამის ერთგული მსახური ვარ, მაშინ იწყება შენი უკვე დაღმასვლა და შენი უკუსვლა მამისეული სახლიდან და მამის პიროვნებიდან. ხშირად არის შედარებული, მაგალითად წმინდა ამბროს მედიოლანელის ჰომილიაში არის შედარებული უმცროსი
შვილი წარმართებთან და უფროსი იგი განმარტავს ამას სიმბოლური სახით როგორც ძველი და ახალი აღთქმას ან ძველ აღთქმას და წარმართებს რომლებიც შემოვიდნენ ახალ აღთქმაში და ძველ აღთქმაში მიანიშნებს ძველი აღთქმის მსახურებს ძველი აღთქმის მორწმუნეებს და მიანიშნებს როგორც უფროს ძეზე რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხებოდა პირველი მოციქულებიც ძველი აღთქმის ეკლესიიდან არიან და პირველი ქრისტიანები ბუნებრივია და მერე იწყება წარმართთა შემოსვლა ახალ აღთქმის ეკლესიაში მაგრამ სიმბოლურად რადგან ჯვარცმაც კი გარკვეული თვალსაზრისით შურით მოხდა და შემდეგ ვერ მეიღო დიდმა ნაწილმა ის რომ წარმართები ქრისტეს ეკლესიაში შემოდიოდნენ ამის მიუღებლობა ჰქონდათ ერთ-ერთი მიზეზი შური იყო რომ აი რა უნდათ იმად ღმერთთან ჭეშმარიტ ეს თუ გადმოვიტან ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე ხშირად ხდება ჩვენში ქრისტიანებში ძალიან ბევრი შური ეკლესიაშიც რაც თქვენ ახსენეთ მსგავსი დამოკიდებულება და ძალიან ხშირად ხდება რომ გარეგნულად ძალიან მძიმე ცოდებში ადამიანი მაგრამ აი ესეთ სინანულს გამოხატავს ამ თამდაბლობას როგორც უძღებს ესე მას არ მიაჩნია ღირსად არაფრად და რეალურად ბევრად ახლოს აღმოჩნდება ღმერთთან ხოლმე ვიდრე ის ადამიანი რომელიც თითქოს გარეგნულად ყველა წესის აღმასრულებელია მაგრამ შეიძლება შური კონდეს ხვის მიმართ ეს შეიძლება საეკლესიო მსახურებშიც იყოს რომ ის მაგალითად სხვა კარგად კითხულობს ან სხვა კარგად ქადაგებს მე იწყება ან დიდი მრევლი ყავს ანუ ჩვენში არის უფროსი ძე ძალიან ხშირად და უმცროსიც არის ხოლმე და ორი ამიტომ ივანე ქროპირი ბრძანებს რომ უმჯობესია ცოდვასთან შეერთებული სინანული ვიდრე უნანელი მდგომარეობა თითქოს უცოდველობა მაგრამ აპარტავნება თავდაბლობა არის აი უძღების შვილამდე ხო მეზვერისა და ფარისევლის კვირა იყო ესეც ორი სიტყვით შეიძლება ვახსენოთ და კავშირია ხო გარდამოვიდა განმართლებულიო ეს მეზვერე რომელსაც ყოველ შემთხვევაში შეიძლება ქონდა კიდევაც კეთილი საქმეები ჩადენილი ხარ არსებობს რაღაც ეთიკეტა ასახარება არ ამბობს იმას რომ ეს მეზვერე უკეთური იყო უბრალოდ ის ნანობდა თავის ცოდვებს უხედავდა და არასაქმნელებს საკუთარ თავში და ფარისეველი რომელიც მარხულობდა ლოცულობდა მოწყალებას იღებდნენ შემწირველი იყო მისი ამპარტავნების გამო ასე ვთქვათ მისი ეს ღვაწლი დაკნინდა ფაქტობრივად წყალში ჩაყარა რა ბოროტის მიზანიც ეგ არის რომ კეთილ საქმეებს რომ აკეთებ შენ გათქმევინოს რომ მე ეს გავაკეთე როგორც კი ამას სიტყვი როგორც ახარებაში წერია ზეციურ მამისგან სასყიდელი ვეღარ გექნება რაჟამს იქმოდი ყველის საქმესა ნუ სნობ მარცხენაა შენ რასა იქმოდის მარჯვენაა შენი და ეს მარცხენა არის სწორედ ეს მსვაუბრობა გამოცხადება მე ეს გავაკეთე ჩასაფრებულია იქვე მოროტი და აი ისევ დაუბრუნდეთ ამ უფროს შვილს რომელიც ტოვებს მამის სასახლეს გარკვეული რაღაცა მიზეზით და მიზეზებით რომ ერთი ტიკანიც არ მომეცი და ეს ძალიან ხშირად გავშვენს ცხოვრებას და სულიერ მდგომარეობას ესე იგი ღმერთმა მოგცა ჩვენ სიცოცხლე ღმერთმა მოგცა აღთქმა რომ მოგცემ სათესასუფეველს მარადულ ყოფობა შემთან და სიკვდილი დაამარცხა სიკვდილი აღარ არსებობს ხო მე გარდაცვალება ქრისტიანებისთვის ლაზარეზე რას ამბობს უფალო დაიძინა ლაზარემ ხო ლაზარე ხომ ისე მეგობარი იყო ჩვენს თუ მეგობრები ვიქნებით მე თუმეტე ჩვენზე შესრულდება და ასეთ შემთხვევაში რაღაც ელემენტარული ქვას ფეხი წამოკარე ხო ეხა ამის გამო არ ღირს ეხა აბრაზება ვიღაცამ რაღაცა შეურაცხყოფა მოგაყენა ეს თავისთავად ეს კუდი მაინც ხომ ატრიალებს ეს ბოროტი ამას ეს სიბოროტეები ხდება ამ წუთის სოფელში და არაფრის გამო მოკლედ ანუ ერთი მიზეზიც არ არსებობს რაც გაგვამართლებს ჩვენ იმისთვის რომ ღმერთს დავშორდეთ არ არსებობს აი ძალიან ხშირად ამბობენ რომ აი მოძღვარი ესეთია ხო აი რაღაცა ესეთი მიზეზები იჩემებენ ხოლმე რომ მე სამსახურში ვარ მე დრო არ მაქვს აი ყველაფერი შეიძლება თქვა მაგრამ აი თუ მართლა სული და გულით გინდა რომ შენ ქრისტეს ემსახურო შენ პრაქტიკულად იყო ჩართული ქრისტიანულ ცხოვრებაში ხომ ღმერთი დაგეხმარება ყველაფერს მოგცემს ყველანაირ ჩიხს გადაგალახინებს და ეს არის ხომ ადრე ქრისტიანებს კლავდნენ და აწამებდნენ და დღეს ესე მარტივი არ არის ქრისტიანობა ხომ ბუნებრივად ბევრი დაბრკოლება იქნება და მაგრამ საკმარისია შენი მონდომება და შენ ერთმანეთ და ყველა ეს დაბრკოლება უკან აღმოჩნდება და შენ დაიწყებ წინ სვლას და როგორც კი ერთ დაბრკოლებას გადალახავ ახლა უძღების შვილის იგავშიც როგორ არის ხო წარმოუდგენელი იყო რომ მას დაბრკოლება არ შექმნოდა ძალიან უნდოდა მამასთან შერიგება სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა და ამან გადაარჩინა მაგრამ დაბრკოლებები ბუნებრივი ექნებოდა ხო ახლა როგორია ახლა ჩავარდი ამ ხელა წუმპეში და მე ისე უნდა დაბრუნდე ისე უნდა შეცვალო შენი ცხოვრება მაგრამ მან ეს შეძლო ის დაბრუნდა მამასთან მამას ის შეურიგდა და ისევ აი უფროს შულზე ახირებულობა ხომ ერთი ტიკანიც არ მომეცი მეო და ის ტოვებს მამის სასახლეს და ნუ სახარებაში არ წერია ახლა მისი შემდგომი განვითარება და მე ანუ ჩემი პირადი აზრია და წმინდა მამებთან ისე არ წამიკითხო შეიძლება მამებიც ამბობენ
დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე გზას გაივლის. დაეშვება ისა, ისიც მივა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში მივიდა უძღებიშვილი და თვითონაც რომ აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, მერე მიხვდება მამის სიყვარულსაც და უკვე საკუთარ თავზე უნდა შესრულდეს მერე, ხომ, ეს სიყვარული, რაც მის მასზე შესრულდა. მერე აღარ ექნება პროტესტი. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მოდი რამდენიმე სიტყვით ვახსენოთ აი ეს შემდეგი კვირა, ანუ საშინელი სამჟაროს ხსენება და რას გვახსენებს ამით ეკლესია. 2 წუთის პარაგლებში რასაც შეიძლება შევეხოთ, ეს არის რომ აბსოლუტურად ყველანი წარდგებით ღვთის წინაშე. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ეს ხოვრება წამისოფელია და ყველა ადამიანს ერთი და იგივე კრიტერიუმით განგვიკითხავს უფალი. ხომ, ეს არის ესე იგი მოწყალება, რამდენად შენ მოწყალე იყავი საკუთარი თავის მიმართ და სხვების მიმართ, ხომ? აქედან იწყება მერე ჯეროვანი ღვთისმსახურება. შენ თუ ეს ელემენტარული მოწყალება არ გაქვს, შენ ვერ იქნები ღვთისმსახური, შენ ვერ იქნები მომავალში უკვე სამოთხეში დასამკვიდრებელი. მშიოდა და მაჭამეთ ან არ მაჭამეთ, ხომ? ვინც ასე თქვათ, ცხონებადნი არიან და ცხონდნენ, მათ უფალი გარკვეულ მადლობასაც კი უხდის, რომ მე როდესაც მშიოდა თქვენ მაჭამეთ, მე როდესაც მწყუროდა თქვენ დამალევინეთ და იქ ტანსაცმლის შემოსვლაზე არის, აპრობილეში მისვლაზე და უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე თქვენ და ეს მართალი ადამიანები ეუნებიან უფალო, როდის გიხილეთ ჩემ მშიერი და გაჭამით და ასე შემდეგ და აი რატო ეუნებიან ეს მართალი ადამიანები უფალს რომ ჩვენ ესე არ გაგვიკეთებია. ეს არის იგივე რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, თავმდაბლობა, როდესაც კეთილსაქმეს გავაკეთებთ, უნდა თქვათ რომ ეს ჩვენ კი არ გავაკეთეთ, უფლის მადმა გააკეთა ჩვენი მეშვეობით, რომ ისევ და ისევ ჩვენ მცხონდეთ ამ კეთილი საქმით, რომ ცხოვრების წინში ჩავიწეროთ და ჩვენ თუ დავიწყეთ ამის შედეგად მოხადულობა და ამბარტავანება, რომ მე ეს გავაკეთე, ხომ? უკვე ჩვენ წყალში ყვრით იმ სიკეთეს და ბუნებრივია ჩვენ ესე ვერ გავმართლდებით და როგორც თქვით მამაო თქვენ რომ ისე იგი უძღებს შულს რომ იქ შიმშილი ეწყება ხომ ეს სულიერი შიმშილია ხომ ასევე მოწყალება არის ხორციელიც და სულიერიც ხორციელ მოწყალებას ადამიანს რომ ასე ვთქვათ ლუკმას მიაწოდებ მას ისევ მოშივდება და რაღაცნაირად ეს მაინც ხორციელებაში რჩება ხომ მაგრამ სულიერი მოწყალება არის უფრო აღმატებული პირველ რიგში ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ საკუთარი მშიერი სული დავაპუროთ. ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენი თავი უფალს ეკუთვნის და ჩვენ თავზეც იგივე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უფრო ყველაზე მეტი ვიდრე სხვებზე. ხომ? ანუ შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი. ჩვენ თავს, რომელიც ხშირად სულს, უფრო სწორედ, რომელიც ხშირად ლახაკი ლაზარესავით მიგდებული ყავს და ერთ ლუკმას ეს ნამცეცსაც არ ვაძლევთ. ყველაზე მეტად ითხოვ ჩვენგან დახმარებას და მივაწოდოთ ჩვენს სულს საზრდო ეს არის სახარების სიტყვები, აღსარება, ზიარება, სულიერი ცხოვრება ზოგადად და ეს არის ის პირველი წინაპირობა და ის მთავარი საიდანაც იწყება უკვე მერე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და სხვების დახმარება. ჯერ ისწავლე შენ რა არის რეალურად სწორი ცხოვრება და ნამდვილი დახმარება და მერე დაეხმარები სხვას ჯეროვნად, თორემ ძალიან ხშირია შემთხვევა რომ ადამიანმა რომ არ იცის ეს და ვერ აფასებს იმ სულიერს და ხორციელს, ძალიან ხშირად მშობლებისა და შვილის ურთიერთობაშიც, ხომ, ისე იგი მშობელი ყველაფერს აძლევს იმ ხორციელი გაგებით რა, ის ფინანსურად, უზრუნველყოფილი ცხოვრება, ის სახლი გინდა, სწავლა გინდა, მანქანა გინდა, ყველაფერი და ძალიან ხშირად ამას მერე უკვე შედეგი მოყვება. ადამიანს ჩვენ შვილებს და ჩვენს მეგობრებს და ყველას უნდა ვასწავლოთ, რომ მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ლუკმის გაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოწყალება, ღვთისადმი ერთგულება, სამშობლოსადმი ერთგულება და აი ეს უნდა ვასწავლოთ პირველ რიგში. ეს არის სულიერი მოწყალება, რასაც გავიღებთ ჩვენ. ჯერ ჩვენ უნდა განვისწავლოთ, ამაშინ მერე სხვებს უნდა ვასწავლოთ. აი მამა ალექსანდრე გალდავასთან ტაძართან რომ არის გახსნილი და როგორც ვიცი, რამდენიმე ასეული 200 ადამიანი დღეში ყოველ დღე წლების განმავლობაში იღებს და ესეთი ბევრი არის კიდევ არ კეთილშიც არის, ბევრ ტაძარს აქვს და რა თქმა უნდა ეს სოციალური მსახურება ღმერთის მადმის სიყვარული ჰორიზონტალურად გადის ხო ჩვენ თუ ერთმანეთი არ გვიყვარს და ერთმანეთზე არ ზრუნავთ ღმერთს როგორ შეიყვარებთ მაცხოვრის სიტყვებია თუ კი ის ვისაც ხედავ არ გიყვარს მე როგორ შემიყვარებ ბუნებრივი არის შეუძლებელი ადამიანი არ გიყვარდეს და ღმერთი გიყვარდეს ეს ილუზია არის აქაც იაკობ მოციქული ამბობს რომ ადამიანსო თუ საჭმელი უნდაო და შენ ეთქვი რომ წადიო ჭამეო ესე ვერ დაეხმარები შენ თვითონ უნდა დაეხმარო იმ ყოველთვის ვიცით რა არის აი მამა ალბათ ადამიანს რომ შევხედავთ ეხა ჩვენ ალბათ უფრო ისეთი ცხოვრება გვაქვს რომ
მაქსიმალურად შესწავლილი ყავს თვითონ ადამიანი რა, მისი სულიერებაც და ხორციელებაც და აი მე მაგალითად ხარ ჩვენთან რეულში ვინც არის, ყველას ვიცი რა შირდება, ვის რა დახმარება შირდება და რითაც შემიძლია ისე ვეხმარები. ხო ვიღაცა სულიერი დახმარება ჭირდება, ვიღაცას ხორციელი. ნუ ხორციელი უბრალოდ იმდენი საშუალება ხან არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ჩვენც ერთი დღით ცხოვრობთ ახლა, ანუ გარანტირებული არავის არაფერი არ გვაქვს და მით უმეტეს ჩვენ როგორც ისრაელიანები ხო მეორე დღის მანანას ვინც აიღებდა ეს მანანა არ ვარგოთ და მეორე დღეს და ჩვენც შესაბამისად ხვალების ზრუნოს ხვალისთვის ხო როგორც პავლე მოციქული ბრძანებს და როგორც ტროლის სოფლიო კრების კანონში არის მღვდელი უნდა ცხოვრობდეს შემოწირულობით და შემოწირულობა ფაქტობრივად ერთდღიანია და მატერიალურად ხშირად ვერ ვეხმარებით მართლა და რა ვიცი ახლა შენდობა მინდა ვითხოვო ყველა წინაშე ამით მაგრამ სულიერად ახლა ხო ჩვენს მაგრამ ღმერთი დაეხმარება ყოველას სიარება ხო ახლა ყოველასთვის არის აღსარება ყოველასთვის არის და აქ ჩვენ კი არ ვეხმარებით ღმერთი ეხმარება უბრალოდ ჩვენ ჩანვართ თავის ფუნქცია რაც არის ეკლესიის მადლობას მოგახსენებთ მამა დავით მობრძანებისათვის საინტერესო საუბრისათვის ჩვენი დრო ამოიწურა და მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი დავით მექვაბიშვილი დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე